თბილისის არხი, რადიო იმედზე. ნინო მეუნარდიესთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმართან ერთად გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტებზე ვისაუბრებ. თამარა ალადაშვილია ჩვენთან, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. უპირველეს ყოვლისა, დამდეგს გილოცავთ, წარმატებებს, ჯანმრთელობას გისურვებთ უპირველეს ყოვლისა და ვფიქრობ, საუბარი დავიწყოთ თქვენი საქმიანობის შეჯამებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენ, დიდი მადლობა ასევე თქვენს მსმენელებს და ვულოცავთ თქვენს და თქვენს მსმენელებს დამდეგ შობა ახალ წელს ბედნიერი და მშვიდობიანი წელი ყოფილიყოს. მიხარია რომ წლის ბოლო შემიძლია თქვენთან ერთად შევაჯამოთ და ვისაუბრო იმ პროგრამებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთელი წლის მანძილზე აქტიურად ვახორციელებთ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან და ეს არის ძალიან მრავალფეროვანი აქტივობები, დაწყებული სკოლამდელი ასაკი, დამთავრებული ზრდასრულებით და ყველა სამიზნეს ჯგუფისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო ზოგ შემთხვევაში უკვე ახალგაზრდებისთვის, მაგალითად მოსწავლეებისთვის სახალისო აქტივობები, პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს მთლიანობაში გარემოს დაცვითი და აგრარული ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში. მაშინ მოდით დავიწყოთ სკოლამდელი განათლებით. კი ბატონო. სკოლამდელი განათლების მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით გადამზადებული არის 3000-მდე აღმზრდელ პედაგოგი, რაც იმას ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღებში ისწავლება გარემოს დაცვითი საკითხები, მათ შორის ბიომრავალფეროვნება, ნარჩენების მართვა, წყლის და ენერგიის დაზოგვა და საბავშვო ბაღების პედაგოგების თხოვნით და რეკომენდაციით კლიმატის ცვლილების საკითხებიც უკვე მათთვის შექმნილი არის შესაბამისი სახელმძღვანელო, ვახორციელებთ გადამზადებას და სწორედ ამაზე დაყრდნობით უკვე საბავშვო ბაღის ასაკიდან ბავშვებს მათი დახმარებით და ჩვენ ჩართულობით, რა თქმა უნდა, მასალით თუ ვითარდებათ ის უნარჩვევები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად და თუნდაც ის, რომ არ მოვჭრათ ნაცვი ახალ წელს. ბედნიერი, კი ბატონო. მნიშვნელოვანი არის, როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს. და შემდეგი ეტაპი უკვე სასკოლო განათლება. კი ბატონო, ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით იმისათვის, რომ არ მოხდეს წყვეტა სკოლამდელი ასაკისთვის, გვაქვს როგორც თქვით, სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლების პროგრამა, აქ იღებენ უკვე თამაშით სწავლობენ ბავშვები, მაგრამ იმისათვის, რომ შემდეგ უკვე თეორიულად დაიწყონ გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების სწავლა და გაცნობიერება, გვაქვს პროგრამა გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში, რომელიც ამ ეტაპზე დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით 8000-მდე მასწავლებელი არის გადამზადებული, როგორც დაწყებითი კლასების, ისე სხვადასხვა საკნების არ არის აუცილებელი, ზოგ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, რომ ბიოლოგიის ან გეოგრაფიის მასწავლებელი აღარ ამბობენ და ეს უკვე გვიხარია ჩვენ, იმიტომ რომ გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხები ყველას ეხება და ინტეგრირება ყველა კლასში შეიძლება მოხდეს თავისუფლად. დაწყებითი კლასების ფარგლებში 8 თემა იფარება, რაც მნიშვნელოვანი არის და სიახლის თვალსაზრისით, მაგალითად, მომავალ წელს უკვე აქტიურად მუშაობთ, მთელი წელია უკვე მე-7-მე-12 კლასების პროგრამაზე, რომელიც არის აბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის იქნება, ეს იქნება უფრო სიღრმისეული და უფრო კომპლექსური საკნები, ის რაც ვთქვათ, იფარება უფრო ზოგად დონეზე დაწყებით კლასებში, იქნება უკვე უფრო სიღრმისეულად დაფარული, მაღალ კლასებში მასწავლებლების ჩართულობით და დახმარებით, რა თქმა უნდა. იგივენაირი მიდგომა გვექნება ამ შემთხვევაშიც, რომ ყველა საგანში იყოს მაქსიმალურად ინტეგრირებული, როგორც კლასში, ისე კლასგარეშე სივრცეში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანუ სახელმძღვანელოს ძირითადი ნაწილი ფაქტობრივად თითქმის შემუშავებული არის და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე ახალი სასწავლო წლიდან შევძლებთ ამ ახალი პროგრამით უკვე მასწავლებლების გადამზადების დაწყებას. და რაც შეეხება უმაღლეს განათლებას? უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და განსაკუთრებულ მიღწევაზე თუ შეიძლება ითქვას, მაგალითად წლევანდელი წლის უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენ აქტიურად მუშაობთ პროფესიული განათლებით და უმაღლესი განათლების მიმართულებითაც, მაგრამ უმაღლესი განათლების მიმართულებით განსაკუთრებით, იმიტომ რომ გარემოს დაცვითი და აგრარული პროფესიები არის დეფიციტური.
და ამ კუთხით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია პოპულარიზება, გავუწიოთ გარემოსდაცვით აგრარულ პროფესიებს და ამ მიზნით აქტიურად თანამშრომლობთ სტუდენტებთან და თვითონ უნივერსიტეტებთანაც, რომ მაქსიმალურად მოხდეს გარემოსდაცვით აგრარული საკითხების ინტეგრირება. და აი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა გვაქვს წელს, რომ პირველად ოფიციალურად გავაფორმეთ მემორანდუმი შვეიცარიის ბერნის უნივერსიტეტთან აგრარული განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე და ოფიციალურად აქამდეც თანამშრომლობდით, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად დავიწყეთ თანამშრომლობა. სულ ერთი თვის ამბავი არის, ასე ვთქვათ. და ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში უკვე აგრარული განათლების მიმართულებით თანამედროვე ცოდნის გაზიარებას და დანერგვას, ასევე მოლაპარაკება გვაქვს, რომ ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით მემორანდუმის ფარგლებში. კი ბატონო, მემორანდუმის ფარგლებში კონკრეტულად და დავნერგოთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში უკვე ცირკულარული ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის დანერგვას და ბევრი ძალიან საინტერესო სიახლე არის ამ მიმართულებით. ასევე განსაკუთრებული მიღწევა, რაც წლევანდელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სწორედ პროფესიების სახალისების მიზნით სტუდენტებისთვის მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების და აქტიურ სტუდენტებს ვაძლევთ სტიპენდიას გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს ხორციელდებოდა პროექტის ფარგლებში, ორი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და იმ დღიდან, როცა უკვე დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტითაც ყოფილიყო მხარდაჭერა ამ მიმართულებით და მომავალ წელს უკვე ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ შეგვიძლია გაორმაგებული ბიუჯეტით დავაფინანსოთ უკვე მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტით. დიახ, და აი რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორული ურთიერთობა და აი 2024 წელს ამის ფარგლებში რამე პროექტი თუ განხორციელდა ამ ურთიერთობის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მიმდინარე პროექტები ყოველთვის გვაქვს, ახლაც ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი იყო საერთაშორისო პროექტი გვაქვს, რაც მომავალ წელსაც ხორციელდება. აი ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც გამოყოფდი ამ შვეიცარიის ბერნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ოფიციალურად დაწყებას, რაც გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოხდა მხარდაჭერა იმ პროცესის, რომ მემორანდუმი გაფორმებული იყო შვეიცარიის უნივერსიტეტთან, თუმცა ამ მხრივ მაგალითად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორებთან და დონორებთან ურთიერთობაც. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს იგივე ტყის მიმართულებით, მაგალითად გერმანიასთან და GIZ-თან, ასევე კლიმატის მწვანე ფონდი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლიმატის პროექტები გვაქვს ჩვენ და კლიმატის განათლებაზე ვმუშაობთ აქტიურად და კატასტროფების რისკის მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მხრივ ძალიან დიდი პროექტი ხორციელდება საქართველოში, 7 წლიანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება, რომელიც ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის, შვედეთის, შვეიცარიის, საქართველოს მთავრობის და UNDP-ის მხარდაჭერით. რაც აქტიურად გაგრძელდება იგივე მომავალ წელს და სწორედ აი ამ ორი პროექტი, ეს ორი პროექტი იმიტომ გამოვყავი სხვა პროექტების ხორციელდება, მაგრამ სწორედ ამ ორი პროექტის ფარგლებში ხორციელდება თუნდაც მაგალითად მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა ინიცირება აქ მოხდა და უკვე მომავალ წელს როგორც საერთაშორისო ამ პროექტების ფარგლებში, ისე სახელმწიფო ბიუჯეტითაც მოხდება უკვე გაორმაგებული მასშტაბით პროგრამის განხორციელება. დიახ, და არსებულ რეალობას თუ გადავალებთ თვალს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში, რაც შეეხება ეკოლოგიურ კატასტროფებს, რისკი მატულობს, ხო, და მზარდია. აქედან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება ამ თემით, ახალგაზრდების ჩართულობა და მასშტაბური ცვლილებების შეტანა იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და აი თქვენ რას აკეთებთ ამ მიმართულებით? სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ არსებობს ის პროგრამები, რომელიც ჩამოვთვალეთ, თუმცა აქვე აღნიშნავ თქვენ ახალგაზრდების ჩართულობა არის ერთ-ერთი განსაკუთრებული რა თქმა უნდა და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა. სწორედ მათთვის გვაქვს ის საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი პროგრამები, რომელიც ჩვენი ცენტრის ძალიან ისეთი საყვარელი რჩეული პროგრამები არის და არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი
ასე ვთქვათ, ელჩების შეიძლება ითქვას ჩვენი მეგობრების, ახალგაზრდების და გვაქვს მათთვის ისეთი პროგრამები, როგორიც არის მაგალითად ეკოლიდერთა სკოლა, სატყეო სკოლა, აგროსკოლა და კლიმატის ელჩები. იმიტომ ახსენე, რომ ერთ-ერთი ასეთი პროგრამა გვაქვს ჩვენ კლიმატის ელჩები და ისინი არიან სწორედ ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი ელჩები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ერთი კვირის წინ დავასრულეთ მაგალითად სატყეო სკოლა და აგროსკოლა, სადაც ძალიან დიდი იყო მოთხოვნა პროგრამაზე. სწორედ ეს გვაძლევს ხოლმე ჩვენ იმ мотиваციას, რომ დავამატოთ, შევქმნათ კიდევ უფრო ახალი საინტერესო პროგრამები შევიმუშაოთ იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ მათი ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობას. ეს პროგრამები, ამ პროგრამების გარდა გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი ლექცია, სემინარი, ვებინარი, ტრენინგი, თვითონ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, მაგრამ გამოვყოფდი ამ პროგრამებს, იმიტომ რომ ეს არის ორთვიანი პროგრამები, რომელშიც ერთჯერადად არ ხდება მხოლოდ მოსწავლის დაინტერესება და ახალგაზრდის. შესაბამისად, 2 თვის მანძილზე ისინი სწავლობენ ძალიან ბევრ გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხს თემატურად და 2 თვის შემდეგ აქვთ შემაჯამებელი პრაქტიკული საველე გასვლები უკვე საწარმოებში, ქარხნებში, ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში, იმისათვის რომ მათ პრაქტიკაში ადგილზე ნახონ თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და ასევე აქვთ შესაძლებლობა როგორც ონლაინ, ისე შემდეგ უკვე ფიზიკურად შეხვდნენ იმ ექსპერტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს სფეროში მუშაობენ, რაც ხელს უწყობს მათ დაინტერესებას და ყოველთვის გვიხარია ხოლმე საბედნიეროდ ყოველი კურსის დასრულების შემდეგ გვაქვს ხოლმე ის შედეგი, რომ ამ პროგრამის შედეგად მე გადავწყვიტე, რომ ჩავაბარო ეკოლოგიაზე მაგალითად. მე გადავწყვიტე, რომ აგრარული მიმართულებით წავიდე და აგრონომია ვისწავლო. და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი мотиваცია, რა თქმა უნდა. შედეგიც შეგვიძლია გავთვალოთ იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ იყო რაღაც თქვა 100-მდე მონაწილე თუ რეგისტრირდებოდა როგორც ესეთი დაინტერესებული პირი აპლიკანტი, დღეს ბევრად მეტი არის, ერთ-ერთ პროგრამაზე წელს 750 განაცხადი გვქონდა და ეს ძალიან დიდი მიღწევა არის ინტერესის გაზრდა მიუთითებს მათი ცნობიერების ამაღლებაზეც და შესაბამისად ჩვენც უკვე მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ჩართულობას და მათი სამომავლო პროფესიის განსაზღვრაში წვლილის შეტანასაც. კი და აი სამომავლო პროფესია თქვით და რაც შეეხება გარემოს დაცვას და ეკოლოგიურ საკითხებს მართლაც მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეალობა, ეს არის დღევანდელობა და ეს არის მომავალზე ზრუნვა, ხო? და რა თქმა უნდა, აი ჩვენ დავიწყეთ საუბარი სკოლამდელი განათლებით და აი ეს პერიოდი არის პერიოდი, როდესაც საფუძველი უნდა ჩაეყაროს, თუნდაც ის რომ მერე მომავალში დავუშვათ მოზარდებმა უკვე არჩევანი გააკეთონ. მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ ეს იყოს მათთვის აქტუალური თემა და შეიძლება პროფესიაც რაც შეეხება, დიახ, რომ პროფესია ეს აირჩიონ და ახალი წელია უკვე რაღა დაგვრჩა რამდენიმე საათი და ნუ თქვენ ახსენეთ რომ აი რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას თუნდაც რომ ნაძვი არ უნდა მოიჭრას ხო აი ბავშვობიდან რომ ამ ინფორმაციას აწვდით ბავშვებს და ისინი ამას სწავლობენ ხო და ითავისებენ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაინც მინდა გითხოთ ხო ნუ აი თემა მოიტანა რომ ამ მიმართულებით ჩვენი ცნობიერება გაიზარდა თუ არა რომ დავუშვათ აი და მე ცოცხალი ნაძვის ხით არ უნდა შეხვდეთ ახალ წელს. მგონი გაიზარდა. იგივე თუნდაც პიროტექნიკასთან მიმართებაში არის ხოლმე ვხედავთ ხოლმე უკვე მოწოდებებს რომ არ გამოვიყენოთ და ეს ნიშნავს იმას რომ გაიზარდა და ასევე ნუ ოფიციალური კუთხითაც რომ თქვათ იგივე გარემოს დაცვის განათლების დონის შესახებ ჩავატარეთ ჩვენ კვლევა 2 წლის წინ და იქ მაჩვენებელი არის ესეთი რომ 59%-ს სურს გარემოს დაცვითი საკითხები უფრო მეტად შეისწავლოს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ამოვიდა სასკოლო განათლებაში გარემოს დაცვის საკითხების სწავლება ეს მიუთითებს იმაზე რომ ცნობიერება იზრდება და თუნდაც ის რომ მოთხოვნა ახალგაზრდების მხრიდანაც ასეთი ტიპის კურსებზე, ტრენინგებზე, სემინარებზე რომ იზრდება ეს ნიშნავს რომ მათი ცნობიერება იზრდება და ნამდვილად დაგეთანხმებით თუ საბავშვო ბაღიდან არ დავიწყეთ თამაშით ამ ჩვევების გამომუშავება უკვე შემდგომში ძალიან ძნელია მხოლოდ თეორიული სწავლით თუნდაც ინფორმაციის მიღება და ჩვენი შეგნების შეცვლა ასე ვთქვათ და ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ მშობლებისგან მასწავლებლებისგან ბავშვები როგორ უთითებენ ხოლმე მშობლებს და ასწავლიან როგორ უნდა მოიქცნენ ძალიან თავისი წვლილი შეაქვთ ჩვენს პატარებს უკვე გარემოს დაცვაში და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. დიახ და აი რაც შეეხება 2025 წელს, აი კიდე მნიშვნელოვანი აქცენტები რა იქნება თქვენი მიმართულებით და რაც შეეხება
ცნობიერების ამაღლების კამპანიებს გეგმავთ თუ არა? რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლების კამპანიები ეს არის რეგულარული კამპანიები, რომელსაც მთელი წელი ვახორციელებთ ხოლმე, აქცენტი ისევ გაკეთდება ყველა გარემოსდაცვით თემაზე, მაგრამ განსაკუთრებით იგივე კლიმატის ცვლილებაზე, როგორც გლობალურ გამოწვევაზე, კატასტროფების რისკის მართვაზე, ტყის რესურსების მართვაზე, ენერგოეფექტურობაზე და განსაკუთრებით მაინც სამომავლო პროგრამებიდან, ახალი პროგრამებიდან, რომელიც უნდა დაინერგოს, იქნება ეს საშუალო და საბაზო საფეხურის მასწავლებლების პროგრამა, ანუ 11-12 კლასების პროგრამა, გარემოსდაცვით და აგრარული განათლება სკოლაში და ეს ჩვენი ახალი სასტიპენდიო პროგრამა უკვე მწვანე და აგრო სტიპენდიების მიმართულებით გაორმაგებული მასშტაბით. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ და კიდევ გილოცავთ დამდეგ 2025-ს, რა თქმა უნდა, საუკეთესო სურვილებით. ასევე ბედნიერი შობა ახალი წელი თქვენ და თქვენს მსმენელებს. მადლობა და შეგახსენებთ, რომ ჩემი სტუმარი იყო თამარ ალადაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი და რაც შეეხება საუბრის თემას, ცენტრის მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. რადიო იმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მალე დაგიბრუნდებით.